ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ბოლო წამს აკეთებენ, ანუ მაგალითად რაღაც საქმე რომ აქვთ გასაკეთებელი, ერთი კვირის განმავლობაში არაფერს არ გააკეთებენ და დედლაინის წინა დღეს ან წინა 1 საათში მოასწრებენ ყველაფერს. დედლაინამდე ამ ერთ კვირას ჩვეულებრივად ცხოვრობენ და არსებობენ. დღეს ვილაპარაკოთ ამ ადამიანების საპირისპირო კატეგორიაზე, რომელსაც ასევე მეც მივეკუთვნები. არის ფიქრობთ, რომ ნორმალურად პუნქტუალურობაზე მაქვს საუბარი. მაგალითად, თუ დედლაინი მაქვს 1 კვირა, რა თქმა უნდა, ვერ მოვისვენებ, რომ ეს საქმე პირველივე დღეს არ გავაკეთო, ვერ დავიძინებ, ვერ შევჭამ, ვერ ვიარსებებ. ხდება უაზრო ნერვიულობა და განცდები, სანამ ამ საქმეს არ გავაკეთებ. იმიტომ რომ ჩემს თავში არსებული აზრები არ მომასვენებენ, რომ ეს საქმე მაქვს გასაკეთებელი და მოსასწრები. ოღონდ თან საქმე იმაშია, რომ მგონია, რომ ამ საქმეს ვერ მოვასწრებ, ანუ ერთ კვირაში ვერ მოვასწრებ და ახლავე უნდა დავიწყო, რომ ყველაფერი გავაკეთო და ჩავეტიო დროში. ცალკე გამოვყოფდი კიდევ სადმე წასვლის საკითხს, იმდენად არ მიყვარს დაგვიანება, რომ ჩემს ტვინში ყველაფერი წინასწარ მაქვს გადათვლილი დროებში, რა დროში გავემზადები, რა დრო დამჭირდება A პუნქტიდან B პუნქტამდე მისვლაში და მართლა თუ რამე არ ხდება, ისე არ ვაგვიანებ. მაგრამ თუ ჩემგან დამოუკიდებელი ფაქტორების გამო ვაგვიანებ, საშინელი უკმაყოფილების განცდა მაქვს საკუთარ თავთან. გამიწერეთ ვინმე თუ ხართ ჩემსავით, ძალიან მაინტერესებს.